დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჩიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ტერორიზმი და თავდაცვა ბოლო დროს რეგიონში მომხდარი ტერაქტების ფონზე რამდენად დაცულად გრძნობთ თავს ამ თემებზე სასაუბროთ. დღეს ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ტერორიზმი და თავდაცვა. ინტერაქტივი შეკითხვა კი ასეთია ბოლო დროს რეგიონში მომხდარი ტერაქტების ფონზე რამდენად დაცულად გრძნობთ თავს. ეს არის გადაცემის პირველი ნაწილის თემა, მეორე ნაწილში კი თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში გამოთქვათ თქვენი მოსაზრება და გარდა ამისა ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და ჩვენ კი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეცდებით ამ სოციალური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ. რაც შეეხება მთავარ თემას, ბოლო მონაცემებით სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობაც უკვე გაიზარდა 293-მდე მიაღწია უკვე რიცხვმა. BBC-ს ცნობით ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორი ვასიფ შაჰინი აცხადებს, მისი ინფორმაციით დაღუპულთა შორის 13 უცხოელია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შეგახსენებთ აფეთქებები დასრულდა გუშინ ღამის საათებში მოხდა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის ინფორმაციით ტერაქტების 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, თავდასხმოლებმა ჯერ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქეს. სანამ თქვენ დაგვირეკავთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და გამოთქვათ თქვენს მოსაზრებებს თურქეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ამჯერად ხაზია ბატონი მამუკა არეშიძე, ექსპერტი სამხედრო საკითხებში. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. სამშვიდობისა და უღრმესი მადლობა, რომ მოახერხეთ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ბატონო მამუკა, ის რაც თურქეთში მოხდა, ასე ვთქვათ, არ არის პირველი შემთხვევა და თუმცა მასშტაბით და ასე ვთქვათ, სითაფხედით ამ ზომის ტერაქტი თურქეთში ბოლო პერიოდში ჩვენ არ გვახსოვს. თითქოს მინაოდა სიტუაცია იქ ამ ხრივ აფეთქებების მიმართულებით, თუმცა შემდეგ უკვე აი ესეთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც ასე ვთქვათ, მარტივი კალიბრის არ არის და მსხვილი, ასე ვთქვათ, ინციდენტია ამ მიმართულებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ჯერთი სრულიად გაუგებარია ამხელა ქვეყნის ცენტრალურ აეროპორტში 3 შეიარაღებული ადამიანის შეჭრა და შემდეგ ის მოქმედებები, რაც განავითარეს, რამდენად დაუცველია მდგომარეობა ამ მიმართულებით არა მარტო თურქეთში, არამედ განვითარებულ ქვეყნებში, სხვა ქვეყნებზე, რომ არაფერი ვისაუბროთ. გარკვეულ დაუცველობის სინდრომს ქმნის უკვე ეს საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს ტერაქტი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, რაც მოხდა თურქეთში. ეს არის შეტევა თურქეთის სიმბოლოს. იმიტომ რომ თავისთავად ეს აეროპორტი იყო ითვლებოდა თურქეთის მთავარ საგამტარ, შეიძლება ასე ითქვას, ტურისტულ მიმღებ, რაც სასტუმრო ყველაფერი შეიძლება დავარქვათ, ასეთი ტიპის ობიექტად, პლუს ატარებს ათათურქის სახელს. ესე იგი, უკეთესი ობიექტის შერჩევა ტერორისტებს ნამდვილად არ შეიძლება. იმეორებ ამას მხოლოდ ესე იგი ფაქტის მნიშვნელობა კი არა, როგორც ტერორისტული მორალური ზეწოლა, ხო, ფილოსოფიური საფუძველი შეიძლება ქონდეს შეტევა თურქეთის სიმბოლოს. რაც შეეხება დაცულობას, ახლა თურქეთის აეროპორტი ქურთების აქტივობის გამო იყო ყოველთვის განსაკუთრებულად დაცული ობიექტი. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს ტერორისტული აქტები იმას, რომ აბსოლუტურად დაცვა ნებისმიერი ობიექტის არის ურთულესი. იმიტომ რომ რაღაც მომენტში ყოველთვის იპოვის ხოლმე სურველი რაღაც პატარა ხვრელს. იგივე მოხდა თურქეთის შემთხვევაში, რომ დაცვის ხარისხის თვალსაზრისით ის განეკუთვნებოდა N კატეგორიას, რომელიც ნიშნავს ძალიან მაღალი დაცულობის ხარისხს, საერთაშორისო ნორმატივი ესე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ტერორისტების შეტევას, ძალიან რთულია იცოდე გაადგინო ვინ ის უკან დგას, იმიტომ რომ დღეს ერდოგანის პოლიტიკის გამო უამრავი პოლიტიკურ ძალას თუ ქვეყანას უნდა რომ რაც შეიძლება მეტი დარტყმა მიაყენოს თურქეთს.
თუ ადრე მხოლოდ ქურთების ფაქტორი იყო, დღეს არის ისლამისტების ფაქტორი, არის თვითონ ერდოგანის პოლიტიკით უკმაყოფილო პოლიტიკური ჯგუფების ფაქტორი და არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მეზობელი ქვეყანა, რომელიცაც არ მოწონს ერდოგანის პოლიტიკა და მისი სამიჯები, რომელსაც ის გამს. და თქვენ კითხავს რაც შეეხება ეს არის რომ დღევანდელი მსოფლიოს სცენი ტერორიზმი სამწუხაროდ 100%-იანი დაცვის საშუალებას არც ერთ ქვეყანაში არ იძლევა. და ეს არის უბედურება. ხა თუ თქვენ გაინტერესებს საქართველოს ემოკრება თუ არა რამე ამ კონტექსტში მე ვერ ხედავ საშიშროებას საქართველოსთვის ობიექტურად, თუმცა ის რაც ხდება მეზობელ ქვეყანაში, უთვის ეკოსავით გაისმის საქართველოში. გასაღებია. ბატონ მომკა და ამ აფეთქებას ასე ვთქვათ წინ უძღოდა ანკარის ბოდიშის შემცველი, ერთგვარი ბოდიშის შემცველი წელი რუსეთის მიმართულებით, ასე ვთქვათ მათ მიერ ამის გახმოვანება, შემდეგ ამაზე კომენტირება თურქეთის პირველი პირისა და შემდეგ მაშინ როდესაც უნდა დაწყებულიყო სიტუაცია ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის თითქოს სტაბილურობისა, მოხდა ეს ფაქტი. მიუხედავად ამისა, დღეს უკვე ვრცელდება ნიუსი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა. ეს ჟესტი რას ნიშნავს? მით უმეტეს, როდესაც ასეთი ტერაქტი ხდება, გარკვეული ინიციატივები არის სახელმწიფოების მხრიდან, რომ ასე ვთქვათ, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში, თქვათ, თუნდაც გარკვეულ პერიოდში აქტივობებისა და ვიზიტებისგან მოქალაქეებმა და ამ დროს ბრძანება მომზადებული იყო, მაშინ როცა მიიღო როგორც ჩანს, ეს მაშინ მომზადებული მიიღო პუტინმა შესაბამისი წელი, სადაც უხარება იყო გამოთქმული ერდოგანის მხრიდან იმის გამო რაც მოხდა. ბოდიში არ იყო ნათქვამი, უხარება იყო. მე ბოდიშის შემცველი, ასე ამიტომაც გავაკეთე ასეთ ფორმირება, იქ სიტყვა არ ყოფილა ნამდვილად, დიახ. კარგი. არა, კეთილს თალაგოთ უპირისპირდება, თავარი ის არის, რომ ბრძანება ადრე იყო გაცემული პუტინის მიერ. გასაგებია. და მე ვთვლი, რომ ის ტერაქტი რაც ახლა მოხდა, გარკვეულწილად რუსეთ-თურქეთის სავარაუდო დიალოგის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქსდება, თავიდეს თუ არა სტამბულში, თურქეთში სტამბულის გავლით, როდესაც ასეთი ტიპის ამბები ხდება სტამბულის აეროპორტში. აი ახლა მაგალითად ჩვენ უნდა შემოსულიყო საქართველოში, ბათუმში, სტამბულის აეროპორტის გავლით ზუსტად ძალიან სერიოზული შვეიცარიული დელეგაცია და თავი შეიკავეს და გადადეს თავის შემოსულა. ეს ისეთი ტიპიური მანიშნებელია. ნაციონალური ბრძანებები გასცეს პუტინმა, რუსეთის მოქალაქეებს კავშირი და კარგად იციან, ასეთ ხიფაში არ უნდა ჩაიგდონ თავი. ასე რომ დღეს ამას იქით სტამბულის აეროპორტი უახლოეს დროის განმავლობაში მაინც აღიქმება როგორც ადგილი, რომელზეც ტერორისტებმა იერიში შეიძლება მიიტანონ. გასაგებია. და ბოლო კითხვა ბატონ მომკა, თქვენ საქართველოზე ახსენეთ, რომ აქ მსგავს ინციდენტებს ასე ვთქვათ არ ელოდებით და არ ვარაუდობთ, თუმცა ზოგადად რეგიონში, კავკასიის რეგიონში ამ მიმართულებით თუ ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, შეიძლება გამწვავდეს ასე ვთქვათ ვითარება და ინციდენტების ასე ვთქვათ გადმოსვლა თურქეთის ტერიტორიიდან კავკასიის მიმართულებითაც ვარაუდობთ, რომ შეიძლება მოხდეს? თურქეთის ტერიტორიიდან არ ვარაუდობ, მაგრამ არაბული სამყაროდან ჩვენ უკვე ესე იგი ნობათის სახით დიდი ხანია მივიღეთ შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც ხან საქართველოში ფეთქდება, ხან აზერბაიჯანში და ხან ჩრდილოეთ კავკასიაში. არა, ამ აფეთქებას ახლა მე ფიგურულად ვხმარობ ამ სიტყვას, მოყოლურად კი ხდება აფეთქება, კალთანის მნიშვნელობით გული. რა თქმა უნდა. და ამბობთ ესეთ რამეს, რომ ამ ათათურქის აეროპორტში მოხდა ამის გარდა კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა ხო საქართველოში, სირიაში. დიახ. ამ პროცესი გრძელდება, უკვე დაახლოებით 30-მდე მოქალაქეა საქართველოში დაღუპული სირიის კონფლიქტის სრულობისას. და ეს ყველაფერი არის, ესე ვთქვათ, აისბერგის ერთი ნაწილი. ხო, ესენი თავს მიაკუთვნებდნენ სალაფიტებს. ჩემთვის ეს არის პოლიტიკური ისლამის ესე ვთქვათ არმიის შემადგენელი ადამიანები. პოლიტიკური ისლამი ეს ამ პოლიტიკური ისლამი ზუსტად იმიტომ ქვია ისლამის ამემდინარეობას, იმიტომ შეურჩიეს პოლიტოლოგებმა ეს სახელი, რადგან ხდება რელიგიის პოლიტიკური ნიშნის გამოყენება. და აი ეს ამაზე მქონდა, ამ ნობაზე მქონდა ლაპარაკი. ასეთი ტიპის ისლამი საქართველოში 90-იანი წლების ბოლოდან არსებობდა და ფრთებს შლის ყოველდღიურად. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და ჩრდილოეთ კავკასიაში.
ასე რომ ეს ხიფათის ეს ფონი ისედაც არსებობს. უბრალოდ ამას შეიძლება არ ქონდეს საქართველოში უშუალოდ ტერორისტული აქტის სახე. ეს არსებობს. შუა კავკასიაში არის, აზერბაიჯანში მეტნაკლებად არის ესეთი ტერორისტული ესე ვთქვათ შეტევები სახელმწიფოზე, სასულიერო პირებზე და სხვებზე. საქართველოს ჯერჯერობით ღმერთი ფარავს, მაგრამ როდესაც გაგრძელდება ეს ამბავი, აქ თურქეთი არ არის მთავარი სხვადასხვა. აბა რას გულისხმობთ? არაბული სამყაროა მთავარი. დიახ. და რომელიც აი ამ პოლიტიკური ისლამის მეშვეობით თავის გავლენების მოპოვებას სწავლობდა. ერდოგანის თავარი შეცდომა ის იყო, რომ მან თამაში მოინდომა ისლამისტებთან და მიიღო ის რაც მიიღო. ეს მისი პოლიტიკური თამაშების ერთგვარი შედეგი გამოდის, რაღაცები ვერ დათვალიერებია. ერთოში ერდოგანმა აღმოჩნდა ფანტასტიკური ნიჭი, რომ გადაიმტერა ერთად უყალანი. ყველა მეზობელი და ყველა ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იმაში რეგიონში აქტიურობს. თავის მოკავშირე ამერიკელებიც კი. ფაქტია, რომ იქ პოლიტიკური ვითარება საკმაოდ იძაბება, რაც დრო გადის და ეს ფონი კიდევ უქმნის ამას უწყობს ხელს. უღრმესი მადლობა ბატონ მამუკა. დიდი მადლობა მამუკა არაშიძე, ექსპერტი სამხედრო საკითხებში, გვერდობა და პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ ჩვენ დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობთ თავარ თემაზე, ტერორიზმსა და თავდაცვაზე და კითხვა გვაქვს ასეთი თქვენთან რადიოსმენელებო ბოლო დროს რეგიონში მომხდარი ტერაქტების ფონზე თქვენ რამდენად დაცულად გრძნობთ თავს? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ბოლო მონაცემებით სტამბოლში წოხელ მომხდარი ტერაქტის შედეგად უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა 41 მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 239-ს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, არსებული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აკონტროლებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, საკონტროლო გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და საზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სადაზვერვო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გადაცემის პირველი ნაწილი დასასრულს უახლოვდება, მოკლე სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვიქნებით და დავალდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 1188 ან 292 1199 და ასევე გექნებათ იმის საშუალებაც, რომ გამომაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ესაბამება. პირდაპირ ეთერში ვართ კვლავ და დღეს ვსაუბრობთ თემაზე, როგორც არის ტერორიზმი და თავდაცვა. ინტერაქტიული შეკითხვა კი ასეთია: ბოლო დროს რეგიონებში მომხდარი ტერაქტების ფონზე რამდენად დაცულად გრძნობთ თავს? 292 1188 292 ეს არის რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები და თქვენ ამ ნომრებზე დარეკვის შემდეგ უკვე შეძლებთ გადაცემაში უსმენთ ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ისაუბროთ თავარ თემაზე და გარდა მთავარ თემაზე ესაუბრისა თქვენ გეძლევათ იმის საშუალებას, რომ ხმამაღლა პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. ჩვენ კი ამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამ პრობლემების, სოციალური პრობლემების გადაჭრაში ვეცდებით გაგიწიოთ დახმარება. რაც შეეხება მთავარ თემას, ბოლო მონაცემებით სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა, როგორც BBC იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ბასიბ შაჰინმა განაცხადა, მისივე ინფორმაციით დაღუპულთა შორის 13 უცხოელია, მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, სტამბოლის თურქეთის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სრულა გუშინ ღამის საათებში მოხდა. თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა და რაც შეეხება ინციდენტს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის ცნობით ტერაქტები 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, მათ ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ როგორც ქალაქ სტამბოლის, ასევე თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ და მჭიდრო კონტაქტს როგორც თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან, ისე იქ ყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან და მინდა მოუწოდო მათ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისაგან, განაცხადა ჯალაღანიამ. მისივე თქმით, თურქულ მხარეზე დაყრდნობით ამ ეტაპზე კვლავ არ დასტურდება დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა, თუმცა აღნიშნა, რომ მონაცემები იცვლება და იზრდება როგორც დაშავებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობა. მისივე განმარტებით საქართველოს მოსახლეობას აქვს შეუფერხებელი კავშირი გენერალურ კონსულთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ დღეს საუბრობთ ინციდენტზე, რომელიც წოხელ მოხდა თურქეთში. ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემაა ტერორიზმი და თავდაცვა. და ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 2921188 ან 2921199 და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება რადიო სიმღერებო თქვენ ბოლო დროს რეგიონში მოხდარი ტერაქტების ფონზე რამდენად დაცულად გრძნობთ თავს. სანამ დაგვირეკავთ ნომრებზე 2921188 ან 2921199 კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. სამჯერად სამხედრო ექსპერტია ხაზზე ბატონი ნოდარ ხარშილაძე, საღამოშვიდობისა ბატონი ნოდარ. გამარჯობა, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა რომ ჩაგვერთვეთ პირდაპირ ეთერში. როგორი იქნება თქვენი შეფასება ამ ასე ვთქვათ მასშტაბებით საკმაოდ გაზრდილი და ძალიან ეფექტიანი იმ გაგებით რომ დიდი გავლენა მოახდინა ასე ვთქვათ მორალური დათრგუნვა საზოგადოებისა, არა მარტო თურქეთისა იმ ინციდენტმა, რაც გუშინ მოხდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? მას გაგრძელება თურქეთის სახელმწიფოსა და ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის და ასევე მეორე მხრივ ისლამური სახელმწიფოსთან ბრძოლის ესეთი ტერაქტები ახალი არ არის თურქეთში მოგეხსენებათ ბოლო წელია უკვე, რაც მათ მშვიდობიანი შეთანხმება PKK-და თურქეთის სახელმწიფოს შორის მორჩა განახლდა. ძალიან გვაგონებს 90-იანების სიტუაციას, როდესაც ზუსტად ესე ხდებოდა ძალიან დიდი სიხშირით მაშინაც ტერაქტები. და ზუსტად ეს არის ტერაქტის მიზანი, რომ პანიკა და შიში დათესოს მოსახლეობაში. ის რომ გუშინ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო ეს ტერაქტი, ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა. თითქოს სპეციალისტებისთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო იმ მხრივ, რომ ბოლო ტერაქტებზე თალსახად აქტივობდნენ ის ქურთები, რომლებთანაც ამ მიმართულებით საკმაო პრობლემები აქვს უკვე რამდენი ხანია თურქეთის სახელმწიფოს და უცებ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ შეაიძინეს ეს ქმედება. ეს მდგომარეობა ალბათ ერთგვარად რთული პოლიტიკური ვითარების, თურქეთში არსებული პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოებაა. რამდენად შეიძლება რომ ასე ვთქვათ გაართულონ ამ მიმართულებით კიდევ უფრო ვითარება ახლა უკვე იგივე ქურთთა მუშათა პარტიამ. რთული სიტუაცია, იმიტომ რომ თურქეთი ებრძვის ორივეს და PKK და ისლამური სახელმწიფო კიდევ ერთმანეთს ებრძვიან ამასთან ერთად. რთული ლაბირინთია პოლიტიკა. დიახ, ეს ყველაფერი დაიწყო თავიდან ქალაქ ყობანის აღების დროს, როდესაც არ დაეხმარა ქურთებს, ქურთების აზრით თურქეთის სახელმწიფო და მაშინ გართულდა სიტუაცია. ეხლა თურქეთს უწევს ორი მხრიდან შეტევების მოგერიება და ტერორიზმის წინამდე ყველა დიდი სახელმწიფო მოწყვლადია, როგორც ნახეთ საფრანგეთში, ბელგიაში, მანამდე ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან რთული იქნება ამის რაიმე სახით კონტროლი, ამის შემცირება შეიძლება, მაგრამ ბრძოლა რთულია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თურქეთი ებრძვის უკვე მიზეზებს და ვერ ებრძვის შედეგებს, იმიტომ რომ შედეგი არის საკმაოდ რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც მის გარშემო შეიქმნა ამ რეგიონში, ასე რომ ძალიან რთულია რაიმე გაუმჯობესებას ველოდოთ, იმიტომ რომ ისლამური სახელმწიფო, რომელიც ეხლა უკვე ტერიტორიებს კარგავს, ყველნაირი გზა წავა, რომ დაიბრუნოს რამენერად გავლენა ამ ტერორისტულ სამყაროში. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ახლა ფაქტობრივად აქამდე არც არაფერზე იხევდნენ უკან, მაგრამ ახლა საერთოდ
ასე ვთქვათ, თავზე ხელაღებულნი ხდებიან პოლიტიკურად თუ ფიზიკური ქმედებებით, რადგან უკან დასახევი გზა მათ თავისის არც ქონიათ და არც დაუტოვებიათ. თუ აი ასე გამწვავებული ვითარება კიდევ უფრო გაგრძელდება, ცუდი სცენარი რო განვიხილოთ დაახლოებით, თურქეთის შემთხვევაში რა მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთობა? ეს ტერორისტული ორგანიზაცია, როგორც ყველა ორგანიზაცია არის რესურსებზე დამოკიდებული. აქამდე ის ხომ სახელმწიფოს ორად ჰქონდა რესურსები განაწილებული. ერთი იყო ჩვეულებრივი კონვენციული ოპერაციები, რომელსაც შარშან საკმაოდ წარმატებით ახორციელებდა და დაახლოებით 10 მილიონამდე მოსახლეობის მოცულ ტერიტორიას აკონტროლებდა. ეხლა ეს ტერიტორია გამოიცალა ხელთ, ის ნელ-ნელა გადაიწყეს რესურსებს უკვე არაკონვენციულ, ანუ ტერორისტულ შეტევებზე. რაც რა თქმა უნდა სიხშირეს ალბათ გაზრდის არამატ თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ყოველ შემთხვევაში თეორიების სიხშირე რამდენი გამოვაწყდეს გამართლებაზე და სხვა ფაქტორები. თურქეთის შემთხვევაში თურქეთი საკმაოდ მებრძოლი ქვეყანა, ანუ გართულდება სიტუაცია გასაგებია, მაგრამ დიდ გავლენას ეს ასე თქვა თვითონ თურქეთზე არ მოახდინა იმისა, რომ იქნება მსხვერპლი და იქნება საკმაოდ დაძაბული ვითარება, მაგრამ ისე და ისე 90-იანების თურქეთს რო შევხედოთ, რომელიც ზოგადად უფრო სუსტი და ღარიბი ქვეყანა იყო ვიდრე დღევანდელი თურქეთი. მაშინ ეს ტერაქტები ბევრად უფრო დიდი სიხშირე ხდებოდა. მართალია სხვა ორგანიზაცია გეტყვით, რომელიც ეხაც აქტიურია, მაგრამ ამ შემთხვევაში რომელიც სახელმწიფო მაშინ ეს PKK იყო. და შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი, რომელიც დაფუძნებულია სამხედრო სულისკვეთებაზე, იცით, ყველა მოქალაქე ჯარში მიდის და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს სტრუქტურების მართლობებს, საკმაოდ უფრო გამძლე არის ასეთი ტერაქტების წინააღმდეგ და ხა როგორც ერი და როგორც სახელმწიფო არ ჩამოიშლება ამით. თუმცა რა თქმა უნდა გაურთულდება ძალიან სტაბილურობა და ეს პირველ რიგში დაარტყავს მართლ პარტიას. დიახ, სწორედ ამ მიმართულებით დაგისვით კითხვა, აი შიდა პოლიტიკური ვითარების გამწვავების დონე სანამდე შეიძლება მივიდეს. როგორ ფიქრობთ? აქ არის ორი გზა. ერთი გზა რომ ერდოღანი შეძლებს გაერთიანოს ერი, რაც საეჭვოა და შემდეგ ამ ტერორიზმი გახდება მთელი ერის, ასე ვთქვათ, კუკუსი და უკვე შიდა პოლიტიკაზე იმდენად აღარ იქნება, პუტინმა გააკეთა მის დროზე. ჩეჩნების წინააღმდეგ და დღეს ან შეიძლება მოხდეს, რომ გაძლიერდეს უფრო მის წინააღმდეგ უკმაყოფილება, რაც ხდება რეალურად დღეს. და რაღაც ძალებად ამოჩინა თავი, რომლებიც აქტიურად შეძლებენ მის ასე ვთქვათ კონკურენტულობას. ესეთი ორი ძალაა დღეს თურქეთში, ერთი არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ათათურქის მუშათა პარტია. და მეორე ძალა, რომელსაც თვითონ ერდოღანი სახელმწიფოს ეძახის, ეს არის ამერიკაში განთავსებული ძალიან ცნობილი მუსულმანი მკვლევარი ფედულlah გილის მხარდამჭერები, რომელიც წინააღმდეგ ბოლო 2 წელია გათხარებულად იბრძვის ერდოღანი იმდენამდე, რომ მათი სახელმწიფო წყებიდან გათავისუფლება ხდება, ყველა ადამიანი შემჩნეულია სიმპათიებში, როგორც მინიმუმ პასიურ როლში გადაყავთ, თუ მათ რაიმე აქტიური როლი ქონდეს გადაგებაში დაკავებული. ასე რომ ალბათ უფრო გართულებას უნდა ველოდოთ, ჩემი აზრით გაუჭირდება ერდოღანის კონსოლიდაცია არის, იმიტომ რომ მან ეს თავის პოლიტიკური რეიტინგი ჩემი აზრით ამ ეტაპზე უკვე ამოწურა და ძალიან დიდი ხანია ძალაუფლებაშია და ამას ყველა ამჩნევს და მობეზდა კიდევაც ქვეყანა. ხო, მაგრამ ახლა ასე ვთქვათ რთულ ვითარებაშია მიმართულებით, რომ ახლა ძალიანაც რომ უდეს, ალბათ არანაირად არ არის იმის დრო, რომ თქვას, რომ მე გადავდექი, თქვათ რაღაც სხვას დავუთმობ პოლიტიკურ ასპარეზს, ეს საუკეთესო შემთხვევაში, ანუ ეს რომ წუნდოდეს, ამ ვითარებაში ამას ვერ იზამს. და ფაქტია, რომ კრიზისი უფრო და უფრო მწვარდება თურქეთის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით და ალბათ კიდევ უფრო გართულდება ეს მდგომარეობა. ის ერდოღანს უნდა იცნობდეთ, კარგად ხარაზოს არ გადადგება ერდოღანი, ეს გამორიცხულია. ეხლა დღეს პრეზიდენტის ფუნქციები, პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაზარდა, მისი ახლა მთავარი მიზანი გახდარიყო პრეზიდენტი, ამას მიაღწია და შემდეგ შეეცვალა კონსტიტუცია გაეხადა თურქეთის საკონსტიტუციო რესპუბლიკა. რაც ვერ მოხერხდა, რახან ვერ მოხერხდა, შემდეგ უკვე შეცვალა მან დავით ოლო, რომელსაც არ თვლიდა ბოლომდე ლოიალურად და იმას თავის სახელი ჰქონდა, მოიყვანა აბსოლუტურად ლოიალური ადამიანი. და დღეს სიტუაცია საკონტროლებს, თუმცა რაც არ უნდა გართულდეს, თუ ერდოღან არ გადააყენეს, ასე ვთქვათ, თვითონ არ გადადგება. შემდეგი არჩევნები არის საპარლამენტო თურქეთში და ძირითადად ის განსაზღვროს, თუმცა მაგანამდე კიდე 3 წელია და ეს რაღაც აბსოლუტურად ფანტასტიკის და იმის საუბარი, რომ ერდოღანმა თქვა, რომ რაღაც ვერ შევძელი და გადავდგები. იქით ახლა ეცდება, როგორც ნახეთ, ბოლოში იყო რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს ეხლა და რაღაც ახალ მოკავშირეებს ეძებს.
ეს იქნება მისი პოლიტიკური მიზანი მომავალ რამოდენიმე წელიწადში. ბატონო ნოდარ, ადრე, როდესაც ისლამური სახელმწიფო უფრო, ასე ვთქვათ, კომფორტულად იყო და თავის აზრებს ავრცელებდა და იმ სივრცეში, სადაც იყო, კარგად გრძნობდა თავს, მაგრდებოდა, მაშინ იგივე რუსეთის სახელმწიფომ კადრებიც კი გამოაქვეყნა, რომლითაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა მსოფლიო საზოგადოება, რომ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები საკმაოდ კარგ ურთიერთობაში არიან ერდოღანის ოჯახთან და ისინი ამ არალეგალური ნავთობის ბიზნესით საკმაოდ კარგად სუხდებიან. შემდეგ მოხდა ის, რაც თურქეთთან ურთიერთობაში დაფიქსირდა, თვითმფრინავის ჩამოგდებას და პილოტის მოკლას გულისხმობ და კრიტიკულ ვითარებამდე მივიდა ამ ორი მეზობელი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა. სრულიად მოულოდნელად შემდეგ უკვე არის წერილი, რომელიც გაიგზავნა ანკარისთან რუსეთში, სადაც წუხილს გამოთქვამდნენ ისინი ამ ფაქტის გამო, ხოლო რუსეთმა, ასე ვთქვათ, შეფუთა, რომ ეს არის ბოდიშის შემცველი წერილი. შემდეგ ეს ყველაფერი ხელს ხო არ უწყობს იმას, რომ უпростоრად ეს ყველაფერი ხო არ გამოიწვია იმან რომ ერდოღანი ხვდება რუსეთთან ასეთი დაპირისპირებით ის რეგიონში ასე ვთქვათ გარკვეულ გავლენებს კარგავს. რეგიონში გავლენები თავისთავად ეხა რუსეთს თურქეთს აქვს რაღაც სფეროებში ურთიერთგამორიცხავი ინტერესები, მაგრამ ბევრ რამეში ერთმანეთს ავსებენ. კი, აბსოლუტურად ამის მაგალითია მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან მათი ახლო ურთიერთობა ამ ინციდენტამდე. პირველ რიგში ჩემი აზრით ეს ჟესტი თურქეთის მხრიდან იყო წმინდა ეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული, რომ საკმაოდ დიდი დანაკარგები თურქეთმა რუსული ბაზარზე. ჯერ სეზონი არ დაწყებულა და უკვე გრძნობენ ამ დანაკარგს. აი ეს არა მარტო თურქეთია, ეს რაც ჩანს, ამასთან ერთად ათასობით დარეგისტრირებული ფირმა არის თურქული მოსკოვში და რუსეთში, რომელსაც ექსკლუზიური კონტრაქტები ჰქონდათ მშენებლობაზე, ვაჭრობაზე და ამ მათი განდევნა მოხდა რუსეთიდან ძალიან აქტიურად და ამის დაბრუნება უნდა პირველ რიგში. მეორე რა თქმა უნდა, ამით ის ნიშანს აძლევს რუსეთს, რომ ის მზად არის ახლა რაღაცნაირად დიალოგისკენ, თუმცა ძალიან რთულია იმის, რომ რამდენად აღდგება ძველი ურთიერთობა, რთული იქნება, იმიტომ რომ რუსეთს რაღაც დაფუძნებებზე დასწროს თურქეთს. ერდოღანი ძალიან რთული პიროვნება ამ დაფუძნებზე ალბათ არ ყავად და ალბათ რაღაც შერიგება მოხდება, მაგრამ არ უნდა მოველოდეთ ჩაშანტიდელი ურთიერთობის აღდგენა. თუმცა ერდოღანის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე უფრო მეტად წასვლას ვიდრე მას შეუშვია, შეიძლება ხელი შეუწყოს მსგავსი ტერაქტების თუ კიდევ მოხდება და განმეორდება სიხშირე, ანუ ერთგვარი იძულება იყოს ეს მისთვის. მომავალს უკვე შევხედავთ, იმედია რომ მსგავსი რამეები აღარ განმეორდება და ბოლო კითხვას დაგისვამთ. რეგიონში აი ამ სივრცეების მსგავსი ინციდენტების რეგიონში საქართველოს მიმართულებით გავრცელებაზე რას ფიქრობთ? მით უმეტეს ჩვენ ახლა ბატონ მამუკას ვესაუბრეთ და კიდევ ერთი ინფორმაცია არის, რომელიც თემასთან პირდაპირ კავშირში არა, მაგრამ ირიბად ასე ვთქვათ უკავშირდება, რომ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა სირიაში. როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ ასე ვთქვათ გავრცელება მოხდეს ამ სივრცისა აქეთ კავკასიის ტერიტორიებზე? ეს გამორჩეული არ არის, ძალიან რთულია თქვა, რომ ესე არ მოხდება, ძალიან მოწყვლადია საქართველოს, საერთოდ არ აქვს ასე ვთქვათ გამოცდილება ასეთი შემთხვევების მადლობა ღმერთს, მაგრამ აქ რესურსებზე ისო საუბარი, ნებისმიერი ტერორისტული შეტევა მოითხოვს დაგეგმვას ადამიანებს, რესურსებს, ფინანსებს, ამ ყველაფერს. ჯერჯერობით ტერორისტული ორგანიზაციები უფრო ცდილობენ ესეთი ტერაქტები განახორციელონ იქ, სადაც ყველაზე დიდი რეზონანსი ექნება და სადაც ამ ტერაქტს ექნება გამოხმაურება, როგორც პრესაში, ასევე საზოგადოებაში. ასე რომ საქართველოს ამ მხრივ არის უფრო დაცული, იმიტომ რომ აქ ტერაქტის განხორციელების ნაკლები ეფექტი მოხდება. თუმცა დაცული ძალიან ესეთი თამამი ტერმინია, იმიტომ რომ თუ გადმოერცა საქართველოს ისლამური სახელმწიფო თავისი რესურსებით, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ არ მგონია რომ ამ ეტაპზე მას არ არის ინდიკატორები, რომ ამის ხერხთული მათ სრულიად ისაუბრო, მაგრამ ამ ეტაპზე მათი ძირითადი დარტყმები არის დასავლეთი ევროპა და რა თქმა უნდა თურქეთი. ალბათ ამ მიმართულებით გააგრძელებენ ისე ბრძოლას, თუმცა გამორჩეული არ არის.
რა პრინციპში გუშინდელი ინციდენტით მათ ასე ვთქვათ სამიზნეში ზუსტ წერტილში გაარტყეს როგორც ადამიანთა ფიზიკური განადგურებით ასევე მორალური ეფექტით ამ ინციდენტის შედეგად. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა, კარგად გასაგებია. უღრმესი მადლობა ნანდარ ხარშილაძე, სამხედრო ექსპერტი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ საუბრობთ იმ ინციდენტზე, რომელიც გუშინ მოხდა თურქეთში, გადაცემის თავი თემაა ტერორიზმი და თავდაცვა. და ინტერაქტივი შეკითხვა კი ასეთია, ბოლო დროს რეგიონში მომხდარი ტერაქტების ფონზე რამდენად დაცულად გრძნობთ თავს? 292111199 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, პრინციპში უკვე დასასრულისკენაც მიდის ჩვენი გადაცემა. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით სტამბოლში წუხელ მომხდარ ტერაქტს 51 ადამიანი მსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 239-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, გუშინ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები დასრულა. ისმოდა ტერაქტების 3 ტერორისტმა განახორციელა, ისინი ჯერ ისროდნენ, ხოლო შემდეგ აიფეთქეს თავი. წუხელ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ელვისის სისწრაფით იზრდებოდა დაჭრილთა თუ გარდაცვლულთა რაოდენობა და ამ დროისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 51, ხოლო დაშავებულთა 239 შეადგენს. და გადაცემის მიწურულს ვიდრე ერთმანეთს დავამშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა help.g ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას ახორციელებენ და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 54 წლის კია მაისაშვილს ვეხმარებით, მას გლეოპლასტომა აქვს და საზღვარგარეთ კურნალობა სჭირდება, რომელიც 326850 ლარი ღირს. მისი დახმარება შეგიძლიათ ორი გზით, ერთი ეწვიეთ ვებგვერდს help.g და ონლაინ დახმარება გაიღოთ, ან დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე, სადაც სარეზღირებულება 1 ლარია 091701 პრინციპში ამ დროისთვის სულ ეს იყო, გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ გავაპირდაპირ ეთერში. ნახვამდის, მადლობა რომ უსმენდით ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჩიტანაოსთან ერთად. უსმენთ ერთმანეთს.